ბოლო წლებში მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრის გამოცდილებას, კომფორტ სერვისებს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და გარემოს, რომელსაც ადამიანი ფრენამდე იღებს ციფრული გადახდების გლობალურმა კომპანია ვიზამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. სივრცე, რომელიც თანამედროვე სამოგზაურო გამოცდილებას, კომფორტსა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ორ სართულზე განთავსებული ლაუნჯი მოიცავს მოსასვენებელ სამუშაო კვებისა და საბავშვო ზონებს. ინტერიერში კი ვიზას ბრენდ იდენტობასთან ერთად ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ელემენტებიცაა ინტეგრირებული. რას ნიშნავს მსგავსი სივრცის გახსნა ქვეყნისთვის? როგორ იცვლება მგზავრის გამოცდილება თანამედროვე აეროპორტებში და რატომ შეირჩა ქუთაისი ამ პროექტისთვის? ჩვენ სტუმართან ვიზას რეგიონულ მენეჯერთან კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძესთან ერთად ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს და ძალიან მიხარია ხოლმე ყოველთვის როდესაც თქვენ ხართ ჩვენს გადაცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტზე ვსაუბრობთ, პროექტზე, რომელმაც საქართველოს ერთგვარ საიმიჯო ნაწილად იქცა ყოველ შემთხვევაში უკვე რაც პერიოდი გავიდა, ხო? და რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. რატომ გადაწყვეტეთ ამ პროექტის განხორციელება? რა იცვლება, რა მნიშვნელობის არის ეს თქვენთვის და შემდგომ უკვე დეტალურად მივყვეთ იმას, რა მოლოდინები გაქვთ აი ამ პროექტის განხორციელების შემდეგ. მადლობა პირველ რიგში მასპინძლობისთვის. ქუთაისი დღეს ზოგადად საქართველოსთვის ახალ როლს იძენს და ის ყალიბდება როგორც სწრაფად მზარდი საერთაშორისო ჰაბი, რომელიც ძალიან მზარდ ტურისტულ და ბიზნეს ნაკადებს აერთიანებს და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მატულობს და შესაბამისად ძალიან რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ვიზა მეორეს მხრივ, ვიზასთვის ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეგმენტი არის მოგზაურები და ჩვენ შესაბამისად ამ სეგმენტზე ძალიან აქტიურად მუშაობთ და ვცდილობთ, რომ მათი სამოგზაურო გამოცდილება გავაუმჯობესოთ, იქნება ეს საქართველოში თუ გლობალური მასშტაბით და სწორედ აქ მოხდა ხო ამ ორი მიმართულების შერწყმა, ერთის მხრივ დავინახეთ პოტენციალი და ის მზარდი ტენდენცია და დინამიკა, რაც ქუთაისის აეროპორტს აქვს და ამ პროექტის მეშვეობით დავინახეთ შესაძლებლობა, რომ შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი და კომფორტული მოგზაურობა, მაშინ, როდესაც ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვიზასთვის უშუალოდ ეს პროექტი სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს ტურიზმის ხელშეწყობასა და მოგზაურების და მგზავრთა უშუალოდ სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესებაში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლაბორაცია აეროპორტების გაერთიანებასა და ასევე თბის ბანკ შორის და თქვენ ეს ამ თანამშრომლობამ რა მოგცათ და შედეგის თვალსაჩინო, აი რა მოლოდინები გვაქვთ? თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, სტრატეგიული მნიშვნელობის არის. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, რა მოლოდინი გაქვთ? ბუნებრივია, ჩვენ ზოგადად B2B კომპანია ვართ და ჩვენთვის ნებისმიერი პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა შედეგი, რაც მიღწეული გვაქვს საქართველოში, იქნება თუ გლობალურად, სწორედ ძლიერი პარტნიორობის შედეგია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებასთან ჩვენი თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შევიტანეთ წვლილი, მათ გამოცხადებული ჰქონდათ ტენდერი, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა, დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი და შესაბამისად მე გაფორმდა ჩვენ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და უკვე დავიწყეთ მუშაობა, ეგრეთ წოდებული წინა პროცესები, რაც მოსამზადებელი, რაც შესაბამისად უკვე დღეს გამოსახული არის ქუთაისის აეროპორტის ლაუნჯი. ეს არის პირველი ბიზნეს ლაუნჯი, რომელიც შეიქმნა. რაში გამოიხატება დავშოთ პირველი ბიზნეს ლაუნჯის ეს კარგად ჟღერს, შიგნით რა ხდება? ეს გვაძლევს შესაძლებლობას უფრო გლობალური მასშტაბით რა შევხედოთ, საქართველო და ქუთაისი გახდნენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ მასშტაბზე, ხო? ანუ ისეთი მომსახურება შეუძლია დღეს შესთავაზონ მგზავრებს, რომელიც ხელმისაწვდომი არის მსოფლიოს უდიდეს აეროპორტებში. ძალიან მნიშვნელოვანი. დავშოთ შეთავაზებებზე და მომსახურებაზე საუბარი, რომ მაყურებლისთვისაც სიამოვნებით, ჩვენ ქუთაისის აეროპორტში ორი ახალი მომსახურება წარვადგინეთ. ვიზას პრემიალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი არის ლაუნჯის ვიზიტი, ბუნებრივია სხვადასხვა პირობებით და ლიმიტების ფარგლებში. ასევე ჩვენი ტექნოლოგიური ხელშეწყობით განხორციელდა ეგრეთ წოდებული სწრაფი გასასვლელის გამართვა, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი აღარ დგას რიგში და შეუძლია რომ სწრაფად გაიაროს ეს ეგრეთ წოდებული fast track-ი და შესაბამისად ტენდენცია რაც აჩვენებს. კი, ძალიან დიდი მოთხოვნა არის საქართველოში. ალბათ შემიძლია თქვა, რომ ეს არის
ჩვენ როდესაც ვუყურებთ და ვადარებთ სხვა ქვეყნებს თქვათ ლაუნჯის გამოყენების ნაწილში ან fast track-ის თქვენ იცით რომ ჩვენ საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც 2 წლის წინ მომხმარებელს შევთავაზეთ პირველი ასევე fast track სერვისი როგორც გამოფრენის დარბაზში ასევე ჩამოფრენის დარბაზებში და რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს ჩვენი კლიენტების სურვილი და ასე ვთქვათ მოთხოვნა შევიდნენ და ისარგებლონ სწორედ ამ მომსახურებით. ამიტომ ჩვენთვის ამიტომ არის ეს ინვესტიცია სტრატეგიული, რომ კიდევ უფრო მეტ და იმ მზარდ მოთხოვნილებებს პასუხობს, რაც უშუალოდ მოგზაურობს. ხო, საინტერესო დიზაინიც რომ გითხრათ, როგორ შეიჭრა ეს დიზაინი ქუთაისის აეროპორტში? ჩვენ ყავდა პარტნიორი კომპანია, რომელთან ერთადაც ვიმუშავეთ ან დიზაინზე. ბუნებრივია ვიზას იდენტობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდოდა რომ შეგვენარჩუნებინა. ასევე ქუთაისის ის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო წარმოსახული, ყოფილიყო წარმოსახული ამ ლაუნჯში, რაც ახასიათებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს საქართველოსთვის და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა ამ სამივე მიმართულების შერწყმა, იმიტომ რომ ბოლო ალბათ 2 კვირის განმავლობაში, რაც ეს ლაუნჯი გავხსენით, ძალიან აქტიურად ვიღებთ მომხმარებლების უკავშირს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კომფორტულია ეს სივრცე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სივრცე ქუთაისის აეროპორტისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ რეალურად ჰაბის ფუნქციის კარგად ხაბია რეალურად და გვაქვს ყოველ შემთხვევაში ამბიცია. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ამბიცია ნამდვილად გვაქვს, რომ საქართველოს მithumedes აეროპორტების კუთხით რეალურად იყოს ჰაბი. პოტენციალს როგორ ხედავთ? თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ სტრატეგიული ინვესტიცია, ანუ ეს ნიშნავს, რომ ვიზასთვის ასეთი მსოფლიო საგადახდო სისტემისთვის პრიორიტეტია ამ ნაწილში საქართველოს და ხედავს ჩვენში ჰაბის ნამდვილად ვიზა 27 წელზე მეტია, რაც საქართველოში ოპერირებს და ამ 27 წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი გადახდების უშუალოდ ხო ჩვენი ძირითადი ბიზნესი რაც არის გადახდების ეკოსისტემის ძალიან ძლიერი ფუნდამენტი ჩაიდო ქვეყანაში. ამის ერთ-ერთი დასტურია, რომ ვიზასთვის საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა არის თებერვლის დასაწყისში ჩვენი რეგიონალური პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყანაში. ეს ადამიანი 90 ქვეყანას კურირებს და სტუმრობდა საქართველოს, რაც ჩვენთვის უდიდესი პატივია. გვქონდა ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრები როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სადაც ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და განვიხილეთ ჩვენი უკვე არსებული პროექტები, ბუნებრივია ჩვენი ინოვაციები და დავიგეგმეთ უკვე გავუზიარეთ ერთმანეთს მომავლის ხედვები. ამიტომ საქართველოს ნამდვილად არის ვიზასთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა, სტრატეგიული ქვეყანა და ის შედეგები, რაც საქართველოში გვაქვს, ვიზასთვის გლობალურად არის ცნობილი. თუნდაც რომ გავიხსენოთ ჩვენი ლიდერი პოზიცია გლობალურად უკონტაქტო გადახდების მიმართულებით. დღეს კი ისევ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ისეთი ქვეყნებზე ზევით ვართ, როგორიც არის სინგაპური, უნგრეთი და ეს იყო ერთგვარი აღმოჩენა, რომ რეალურად საქართველოში ამ მასშტაბის უკონტაქტო გადახდებია, იმიტომ რომ თითქოს ეს არ ვართ ეკონომიკურად იმ მასშტაბის განვითარებული, რომ დავუშვათ ამ დონეზე ვიყოთ. თუმცა რეალურად ეს საკმაოდ სწორედ იმ პარტნიორობების, რომელზეც ვისაუბრეთ, ხო, რომ ჩვენი წარმატების საწინდარი პარტნიორობებია და სწორედ ამ ძლიერ პარტნიორობებზე დგას ის შედეგები და ის მიღწევები, რაც საქართველოში გვაქვს და გლობალურად. შესაბამისად, საქართველოშიც ძალიან ამაყები ვართ, რომ ყავს ისეთი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ეს წარმატება თვალსაჩინოა. და ჩვენი საუბრის ბოლოს უახლოეს ხანებში რამე ახალი გეგმაც ხომ არ გაქვთ, რისი თქმით შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით? ესეთ ვერაფერს კონკრეტულს ვერ გავაჟღერებ, თუმცა მინდა რომ თქვა, რომ მე და ჩემი გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გვექნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პროდუქტები და მომსახურება ჩვენი ბარათმფლობელებისთვის და სადაც გვექნება ისეთი პროდუქტები, რომელსაც ვიზა გლობალურად ნერგავს და ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოს პირველი ქვეყანა იყოს, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც ეს ინოვაციები ხელმისაწვდომი იქნება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.